ჩვენ რო წარმოვიდგინოთ რაღაცა რბოლაში ვართ რა და ანუ მე მგონია რომ ვისაც მეტი სიმტკიცე და გამძლეობა ექნება ის გაიმარჯვებს ხო ანუ ერთ-ერთი სიმბოლო ჩემთვის ამ პროტესტში არიან მაგალითად დაძმა სიმონიები ხო მეგობარით ციხეში მე ციხესთან მაგალითად არჩევანი აი მაგალითად რო შევხედოთ აი ულტიმატუმებზე როცა საუბრობდით მე პრინციპში ვერ დავეთანხმები ვერანაირად ამ პოზიციას და მე მგონია რომ ეს არის რეცეპტი მარცხისთვის აი ესე რაღაცა ისე საუბარი და შემდეგ თქვათ და იმიტომ გქონია ჩვენ ამის გამოცდილება და პრინციპში ოპოზიციურ პარტიებსაც იმიტომ არა აქვთ ეს ნდობა და აღიარება რომ ზუსტად ასეთი რიტორიკით საუბრობდნენ აი რა შეეძლოთ მაგალითად დაძმა სიმონიებს გაეკეთებინათ მათ შეეძლოთ რომ მაგალითად მივარდნილი იყვნენ საპატიმროსთან იქ ეთქვათ რომ კარებს გავანგრევ იქ პოლიციისთვის ეთქვათ რომ თუ თქვენ არ გამოუშვებთ მე ეხლა თავს დავიწავ რაღაცას ვიზავ ესა ეს ერთი სტრატეგია არის რომელიც შემეზე მარცხისთვის იქნებოდა მეორე რაც მას გააკეთეს აბსოლუტურად სიმბოლური სახალხო სოლიდარული აქტი რომელიც იყო გრძელვადიანზე ასე ვთქვათ გათვლილი და უდიდესი აღიარება საერთაშორისო გამოხმაურება მუხტი მხარდაჭერა საზოგადოებისგან და დიდი ისა ხო რა ქვია პროტესტი პირიქით ხო ამიტომ ზუსტად ამას გონია რომ აქვს მნიშვნელობა ილომ რაც თქვა ხო იგივე საზოგადოებრივ მაუწყებელსაც იყო ეს აზრი რომ თქვა ჩვენ უნდა კიდევ ერთხელ შევარდეთ ავიღოთ ეს ვქნათ ის ვქნათ და ვერ აკეთებ ამას ვერ შევარ და იდეაში როდესაც იგივე თეატრალებმაც რა თქვეს ხო ნინო კასრაძე იყო გამოსული და ჩვენ ვერ გადაგვიყვანთ აი ამ შვიდობიანი პროტესტის ჩარჩოებიდან იმიტომ ამბობ რომ ეს არის ინტელექტუალური ელიტა და ისინიც იაზრებენ ამას რომ ჩვენი პროტესტის ლეგიტიმაცია რაშიც დგას აი ილო ბევრს საუბრობდა დელეგიტიმაციაზე ჩვენი პროტესტის ლეგიტიმაცია რაზეც დგას ეს არის მშვიდობიანი პროტესტი და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს ხო და პრინციპში მე ვერ ხედავ იმას ნამდვილად რომ თქვათ აქ რაღაცა შეიძლება რაღაც მომენტში ხო ეხა ახალი წელი მართლა ასეთი ახალი წელი ვინმეს ახსოვს მაშინ იყო რამე მუხტის ვარდნა ანუ დღესაც იმდენი ხალხი მოვიდა აქ მარშზე რა მუხტის ვარდნაზე არის ლაპარაკი ხო სტუდენტები ისეთ პროტესტში არიან აგერ თეატრი მიდის გუშინ წინ რამხელა ამბავი მოაწყვეს და ეხა რეგიონებში გადიან ხო ანუ ამიტომ მე ვერ ხედავ ამას რომ რაღაცა პროტესტი დუნდება პირიქით ეხლა ვნახავთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ 29-ში რამდენი ადამიანი მოვა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ესეც იქნება ნიშანი მათთვის თუ როგორი მუხტი არის ამიტომ მე ამას ვერ ხედავ პირიქით მე მგონია რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ მე მგონია რომ პირიქით ძალიან დიდი შედეგი გვაქვს მე მგონია რომ ამხელა აი ლაპარაკობთ რომ ჩვენ ვთქვათ რაღაც პირდაპირ რუსეთი არის შემოსული ქვეყანაში და რეპრესიები არის და ასე შემდეგ და ამ კონტექსტში ჩემთვის ეხა 2 თვე თუ დიდი დროა ხო აი რა ვიცი ხო ქვეყნის დახსნაზე ვსაუბრობ და როგორ შეიძლება 2 თვე იყოს დიდი დრო ხო ამიტომ მე მგონია რომ თანმიმდევრულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ უნდა გავამხნევოთ მაქსიმალურად ინდივიდუალურად ერთმანეთი მუხტი უნდა გადავცეთ ერთმანეთი უნდა ავანთოთ ეს არის თითოეულის ამოცანა ხო იმიტომ რომ თუ ჩვენ თქვათ რაღაც აი ვიტყვით რომ შო ეცემა ეს მუხტი ცოტა ხანი იმ ადამიანმა ჯობია დაისვენოს და შემდეგ თქვათ ისევ დამუხტული გამოვიდეს ვიდრე თქვათ რაღაცა ეს გავავრცელოთ ხო და დეცენტ სამომავლო გეგმებზე ასევე ვიტყვი რომ აი ჩვენთვის ძალიან ნიშნულოვანი იყო იგივე აი პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ მარში რაც თემქაზე მოხდა და 6 ადამიანი დაიჭირეს ხვალ ეს ადამიანები 2 საათზე დიდუბეში ოკრიბასთან იკრიბებიან და კლავაწყობენ მარს, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ რომ მივიდეთ იქ, იმიტომ რომ პერიფერიებში გავიტანოთ ჩვენი პროტესტი და ხალხს გავაგებინოთ, იმიტომ რომ იქიდანაც უდიდესი მხარდაჭერა მოდის, გაფიცვები რაც ვახსენე და არის მნიშვნელოვანი და ეს გაფიცვები უნდა გაგრძელდეს სამწუხაროდ აი ესეთ ტრადიციულ გაფიცვას თქვათ ეს 2 დღიანი და 3 დღეში არ ხდება და ცოტა დიდი დრო ჭირდება და ამიტომ თქვათ ამ გაფიცვებსაც რაღაცა დრო აქამდე თქვათ უნდა მიგვეცა და აი დროა ეხა რომ თქვათ ეს გაფიცვები უკვე უფრო მასშტაბური სახით დაიწყოს და
ხო, ანუ ეს არის რა, სხვა შემთხვევაში თქვა ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ და ერთსაც ვიტყვი რომ აი როდესაც თქვა ამ პროტესტზე საუბრობთ, ხო ეს რაღაც სიმბოლური არის, აღარ მახსოვს, მე მგონი დათათავაძემ თქვა რომ აი ამ პროტესტშიო, ხო, ესე იგი როგორც სტუდენტების, ისე ჩემთვისაც არის ქალების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, აი დათათავაძემ თქვა, მე მგონი რომ ამ პროტესტსო ქალის სახე აქვსო და აი როგორც 9 აპრილს ნანა მახარაძე იყო, რომლის სახეც მიიღო, ხა ჩემთვის მაგალითად ხმა აი, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოვდივართ, ამ პროტესტის ხმა ხო, არის ის ადამიანი თაკო ხელაძე, რომელიც მოუძღვება ამ მარშს და ანუ ძალიან ის არის რა, რა ქვია, სიმბოლური არის და ამიტომ ამ ქალების თქვა ჩართულობა და პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ხრივ თქვენც მადლობა, იმიტომ რომ თქვენ რო თქვა ეხა ამ პანელზე არ იყოს, გაცილებით უფრო ჩამქრალი და უშინაარსო იქნებოდა ჩვენი ისიც ხო პროტესტიც. ანალოგიურად თქვა ხო, ანუ რაც მეტი ქალი იქნება პროტესტში, მით უფრო საინტერესო იქნება, მით უფრო მშვიდობიანი იქნება, ხო, იმიტომ რომ სხვა დროს არ იყო ხოლმე ასე მშვიდობიანი. ამიტომ დაუთმოთ ხოლმე მათ ხო კი, ანუ იდეაში მეც მგონია რომ 15 იანვარი კი იყო მნიშვნელოვანი დღე და ამ ტერმინებზე დავაში იდეაში მეც არ შევალ, იმიტომ რომ ტრადიციული გაგებით ეს ნამდვილად არ იყო გაფიცვა, ან ტრადიციული გაგებით ეს არის იგივე წინააღმდეგობა, ლოქაუთი, იმიტომ რომ ტრადიციული გაგებით გნებავთ შრომელები, გნებავთ დასაქმებულები უცხადებენ პროტესტ დამსაქმებელს, ხო და ეს მთავარი არსი ამის მნიშვნელოვანწილად არის ეკონომიკური, ისევე როგორც პოლიტიკური, ხო, ამ შემთხვევაში ეს იყო პოლიტიკური და იდეაში შეიძლება ბევრი საუბარი იყო, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი ნიშანი, ხო და ძალიან კარგი არის. ისიც მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ამ პროტესტმა მათ შორის წარმოაჩინა ძალიან კარგად როლი და მნიშვნელობა პროფკავშირული საქმიანობის და ეს პროფკავშირული საქმიანობა რას ნიშნავს? ხშირად იყო ეს ტერმინი მათ შორის ძალიან გაქილიკებული და პროფკავშირული საქმიანობა არის ის, რაც თქვენ წინა კითხვაში დასვით, ხო, რომ აი პროფესიულმა ერთობებმა ნახეს ერთმანეთი, ხო, ანუ და აქამდე ეს არ ხდებოდა, ხო, იმიტომ რომ აქამდე სახელმწიფოს ჰქონდა ეს მიტაცებული, მაგალითად ის ჯგუფი, ვისაც მე წარმოვადგენ, მასწავლებლები, ჩვენ ყავს მასწავლებელთა პროფკავშირი, ოღონდ ჩვენ ვეძახით ამას ყვითელ პროფკავშირს, იმიტომ რომ ყვითელი პროფკავშირი ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ეს არის სახელმწიფოს ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანუ სუსის გაგრძელება, ხო, ანუ მათ წარმოადგენს ის და ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს. ისევე როგორც მთავარი პროფკავშირი, რომელსაც ირაკლი პეტრიაშვილი ხელმძღვანელობს და 20 წელია დიდი დიქტატორივით თავზე აზის, ესეც არ წარმოადგენს რეალურ პროფკავშირს, ისიც ყვითელი პროფკავშირია, ხო, ამიტომ ეს პროფკავშირული საქმიანობა რეალური, ნამდვილი, რაც არის, ის უნდა გაძლიერდეს და მათ თქვათ ამ გაფიცვების როლში, გაფიცვების საკითხში თავისი სიტყვა ნამდვილად უნდა თქვან, ხო, იმიტომ რომ რეალურად აი რო ავიღოთ, თქვათ ვინ არის თქვათ ამ შემთხვევაში აი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენ რო შევხედოთ, ხო, აი მაგალითად რკინიგზელების გაფიცვას, ხო, შეიძლება მოყვეს ამ იმისთვის ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის დამანგრეველი შედეგი, ხო, ამიტომ მე მგონია რომ ფოკუსირება ზუსტად მათზე უნდა მოვახდინოთ და სხვათა შორის აი იგივე გაფიცვის თვალსაზრისით, ხო, ჩვენ ოღონდ საზმაუზეც მე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას, მაგრამ აი მე იდეოლოგიურად რაღაც მემარცხენე ჯგუფს წარმოვადგენ, ხო და აი ზუსტად გაფიცვის კონტექსტში ჩვენ გქონდა რამდენიმე აქცია ბანკებთან მაგალითად, ხო და მთავარი მოთხოვნა ეს იყო, რომ რა არის დამაბრკოლებელი ფაქტორი ადამიანებისთვის, რომ გაიფიცონ, ხო? მათ შორის, კი ბატონო, და მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, ხო, აი ხა ილომ თქვა, რომ აი ხელი ავიწიოთ, ვინც ყაველაშვილს მინაო და ხელი არ ავიწიოთ, მაგრამ ისევ ამბობ, რო აიწიოს ეხა ხელი, ვის არა აქვს ვალი საქართველოში, ესეთი ალბათ არავინ არ არის, ანუ ყველას აწუხებს ეს ბანკის სესხი, მით უმეტეს ეს აწუხებს დასაქმებულს, შრომელს და შესაბამისად, ანუ იმ აქციებმა, რომლებმაც გარკვეული კრიტიკა მიიღო, მაგრამ მე არ მგონია რომ დიდი, თავარი მოთხოვნა იყო, რომ გარკვეული შეღავათები დაუწესდეს მშრომელებს, ხო და იგივე ამ დასაქმებულებს და პროცენტების გადავადება მოხდეს. ოღონდ არა ისე, როგორც ეს პანდემიის დროს მოხდა, ხო და მე მგონია რომ ეს წნეხი მათ შორის, ოღონდ აქაც ინტერპრეტაცია იყო მერე, რომ თქვა ჩვენ თითქოს ბანკებს ვთხოვთ გაფიცვას და ეკონომიკა ჩამოიქცევა და მე იდეაში მგონია რომ არ ჩამოიქცევა, მაგრამ ამ მოთხოვნა ეს არ იყო, მოთხოვნა იყო რომ იმისთვის რომ ჩვენ მივიღოთ მასშტაბური გაფიცვა, არა 3 საათიანი, არა ლოკდაუნი, არა წინააღმდეგობა, არამედ გაფიცვა რეალური ერთი რომ
ეს ბანკების მხრიდან მხარდაჭერა უნდა მოხდეს, ოღონდ არა მარკეტინგული ისეთი, რაც TBC-მ და საქართველოს ბანკმა გააკეთა, არამედ რეალური, ან მაგალითად მე როდესაც მივმართე ბანკს და ვუთხარი, ოღონდ ინდივიდმა და არა კოლექტიურად, რომ მივმართე, რომ თქვათ, გადამივადეთ ცესხი, მათი პასუხი იყო, რომ ჩვენ ამაზე არ გვაქვს ინსტრუქცია მიღებული და მე რესტრუქტურიზაციას გავაკეთებ, მაგრამ ამ რესტრუქტურიზაციით შენი ისტორია გაფუჭდება და პლუს ამას პროცენტები დაგეკისრება. ამიტომ მე მგონია, რომ ეს მოთხოვნა, აი, როდესაც ჩვენ სახალხო პროტესტზე ვლაპარაკობთ და როდესაც თქვათ, რაღაცა მიმართება გვაქვს და მოთხოვნები ერთმანეთთან, ხო? ეს მოთხოვნა მათთამიც უნდა იყოს, რომ მაშინ მხარდაჭერა პროტესტის უნდა იყოს აი ესეთი, რომ დაეხმარე იმას და ერთი რაღაცას ასევე, რომ აი მე მგონია, რომ აი ეს ჩემ თავთანაც მაქვს ეს მოთხოვნა, რომ გავაძლიერო, ასე ვთქვათ, რაღაცა ეს მიმართულება, ხო, რომ ანუ რეალურად აი ასეთი ტიპის ადამიანებზე, ხო, მეტროს მემანქანეები იქნებიან ეს, ხო, თუ რკინიგზელები, აი რო წარმოვიდგინოთ, რკინიგზელის ანაზღაურება რა არის, ხო, აი 1000-1200 ლარი თვეში, ხო, ანუ წელიწადში ეს გამოდის 10,000-15,000 ლარი. ფონდი რო შეიქმნას, რომელიც ვთქვათ, აი თან ეს მეტროს მემანქანეები და რკინიგზელები არიან ხალხი, რომელთაც ცვლილებაც არ არის შესაძლებელი, ხო? ანუ მაგალითად თეატრის ხალხი რო იფიცება, მათ შეიძლება სტრატეგიულად ესეთი დატვირთვა როგორ არა აქვთ, მაგრამ გავლენა ესეთი არ ქონდეთ, როგორც რკინიგზელებს და მეტროს მემანქანეებს და იმიტომ რომ მათი შეცვლა შეუძლებელია და ფონდი რომელიც შეიქმნება და თქვათ შეიძლება რომ შევთავაზოთ ჩვენ ამ ადამიანს, რომ 30-50 ადამიანია, რომელსაც ეთქვი, რომ აი ჩვენ არის ფონდი, რომელიც თქვათ თუ ბანკი არ გეხმარება და ამ პროცენტს არ გადაგივადებს და ასე შემდეგ. ამ ფონდის მხარდაჭერით ჩვენ მხარს დაგიჭერთ, რომ თქვენ გაიფიცოთ, თუ ეს ადამიანები გაიფიცნენ, ორ დღეში ეს სისტემა ჩამოიშლება. ამიტომ ამ მიმართულების გაძლიერება მნიშვნელოვანი მგონია და შემდეგ უკვე სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრებ და საზმაოზეც ორ სიტყვას. ეხლა ძალიან მადლობელი ვარ ბანკების თემა რომ გააჟღერეთ, იმიტომ რომ ზუსტად მეც მაწუხებს ხოლმე ეგ ამბავი, რომ შეიძლება მოვუწოდებდე აქციაზე მარშისას ვიღაცას გაფიცვისკენ, მაგრამ რეალურად არ იყოს საერთოდ შესაძლებელი და ხო ეგეც ახლებური ფორმაა პროტესტის უშუალოდ ბანკების მიმართ და კი გეთანხმებით ყველაფერში. საზოგადოებრივი მოწყობლის ამბავზე თუ მოგვითხრობ, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის ყველაფერი რა გზა გაიარეთ, დასწრებში რა წინაღობებს შეხვდით უშუალოდ ბორდისგან და ასე შემდეგ. კი ბატონო, ხო ორი აი ილომ თქვა და აბსოლუტურად ვეთანხმები, ხო ორი ესე იგი უწყვეტი პროტესტი არის, ერთი არის რუსთაველზე და მეორე არის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც თქვათ ეს ადამიანთა ჯგუფები აი ქაოტურად, ბუნებრივად, სპონტანურად და ძალიან ავთენტურად შეიკრიბა, გაერთიანდა და შემდეგ ყოველდღიურად ჩვენი ქვიკრიბებით 7 საათზე და შემდეგ მარშით მოვემართებით აქ. ბევრჯერ მსმენია ხოლმე მეც რომ ეს ერთგვაროვანი ჯგუფია, რასაც მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფი არის იქ. კი, იდეაში ვთქვათ, ეს შეიძლება ვთქვათ, რომ იგივე ვთქვათ, რაღაც არ ვიცი, მემარცხენე ადამიანებისთვის იდეურად საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ხალხის გადასახადებით ფინანსდება და ის უნდა იყოს როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი, ისევე ვთქვათ, კომერციულად, ფინანსურად დამოუკიდებელი, კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებით, ხო? და შეიძლება ამიტომ ვთქვათ იდეურად ეს ვთქვათ ჩვენთვის ან ამ ხალხისთვის ვთქვათ უფრო ახლოს არის, მაგრამ აი იქ რო ნახოთ არიან აი სულ სხვადასხვა ჯგუფები, ხო? და სხვადასხვა იდეოლოგიის წარმომადგენლები მათ შორის. ამიტომ ეს მრავალფეროვნება პრინციპში ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ძალიან მომწონს. 30-ში ჩვენ როდესაც იქ შევიკრიბეთ, აი ეს პროტესტი და ის დღე იყო ძალიან ისე დიდი მუხტი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ამ დიდი პროტესტის უამრავი ადამიანი მაშინ შევიდა ეთერში და იმის შემდეგ ერთი თვის მანძილზე ჩვენ ყოველდღიურად მოვიპოვეთ ეთერი დაახლოებით 1 საათის განმავლობაში და აი რომ ნახოთ 60 ადამიანი დაახლოებით ვინც ისარგებლა ამ ეთერից და აბსოლუტურად დაბალანსებული მათ შორის სხვადასხვა იდეოლოგიის, სხვადასხვა ჯგუფის, მოწყვლადი ჯგუფები იყვნენ რეგიონებიდან. ან ჩვენ რას ვამბობდით თავიდანვე რომ ეს უნდა იყოს სახალხო ეთერი და არა პოლიტიკოსებისთვის ეთერი. ხო, ეს ხო მნიშვნელოვანი განსხვავება და რომ ნახოთ ისეთი მრავალფეროვნება იყო იქ წარმოდგენილი. ყიბულელი მეშახტეც იყო, მე მახსოვს ერთად. მეშახტეები იყვნენ, შშმ პირები იყვნენ, მასწავლებლები იყვნენ, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ქალები, სტუდენტები, რა ვიცი, ვინ არ იყო და ცხადია
ჩვენ შემდეგ არ მოგვეცა ამის გაგრძელების საშუალება და როდესაც დაინახა საზოგადოებრივი მაუწყების ხელმძღვანელობამ, ოღონდ ცხადია კიდევ უფრო ზევით ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გავლენა მათ შორის რეგიონებში, იმიტომ რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაეცემა ხო ეს მაუწყებლობა გავლენა, როდესაც დაინახეს, იმ წამსვე გააჩერეს და ახალი წლის შემდეგ ჩვენ ფაქტიურად ეს ეთერი და შეთანხმება დაარღვიეს და ეს ეთერიც გაწყვიტეს. ჩვენ ყოველდღიურად ახალი წლის შემდეგაც ვიკრიბებით იქ და ვითხოვთ როგორც აი ამ ეთერის აღდგენას, ისე პასუხისმგებელი პირების თინათ იმბერძელიშვილის და ვახეშცილ მაღლაფერიძის გადადგომას. ეხლა ჩვენთვის აი ერთ-ერთი რადგან ამ მაილსტოუნი ვახსენეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე არის 29 იანვარი, ოთხშაბათი, როდესაც არის ასევე გადაცემა იქ 7 საათზე ყველა ჯგუფს, ასე ვთქვათ, ვთხოვთ, რომ ეს ინფორმაციაც გაავრცელო, ილოსაც ვთხოვეთ და ასე ვთქვათ, დახმარებაც აღვიქვა, წინაპრების ჯგუფს, ყველას, რა ვიცი, ვინც კი არის პროფესიულ ჯგუფებს, რომ 29-ში იქ შევიკრიბოთ მაქსიმალურად მეტი ადამიანი, იმისათვის, რომ მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის, დავიბრუნოთ ის, რაც გვეკუთვნის. ჩვენ ორშაბათს გვექნება ბრიფინგი სპეციალური, სადაც ჩვენს მოთხოვნებზე და სამომავლო გეგმებზე და მათ შორის უფრო პრინციპულ გზებზე ვისაუბრებთ, რაც წარმოგვიდგენია თუ მათ ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და თვითონ საზმაოს მნიშვნელობაზე, როგორც ვიცი, აქაც მოგვეცემა საშუალება, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, რომ აი რატო არის მაინც და მაინც ეს მნიშვნელოვანი და ისე კი ისტორიულადაც რო შევხედოთ, ეს იყო ადგილი, სადაც ყოველთვის ადამიანები პოულობდნენ თავის თავს და იკრიბებოდნენ, ხო, 90-იან წლებშიც, მანამდეც, ხო, იქ ხალხი იკრიბებოდა და პრაგმატულადაც ჩვენ ვართ საინფორმაციო ომში, ამიტომ იქ მიღწეული წარმატება ნიშნავს მიღწეულ წარმატებას აქ.